მოგესალმებით მეგობრებო, მოგკითხავთ დიდი სიყვარულით თითოეულ თქვენგანს და მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა ერთ-ერთი აქტიური მაყურებლის და არხის გამომწერის თხოვნით. ეს არის რამდენად გულწრფელია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მაშ ასე გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი, რა ურთიერთობაში ხართ ახლა და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი, მეორე ვარიანტი იქნება მწვანე ავანტურინი. გთხოვთ დახუჭოთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და თვალის გახელის შემდეგ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი და მე ახლა მეორე ვარიანტს გადავდებ და პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ ლაბრადორიტი. აქ მეგობრებო, რაღაც გაურკვევლობა იყო, ან რაღაც არჩევანი ვერ გაკეთდა აი ამ ურთიერთობაში. შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი აი აქ მანიპულირებდა კიდეც, უნდა ისე ყოფილიყო სიტუაცია, როგორც იყო, ან მხოლოდ თავის სასიკეთოდ გაგრძელებულიყო ეს ურთიერთობა. და შეიძლება ამან იმედი გაგიცრუათ, გული გატკინათ, სწორედ იმან, რომ მხოლოდ ერთზე იყო მორგებული, ერთის სურვილებზე იყო მორგებული ეს ყველაფერი და არ მოხერხდა არჩევანი, ვერ გაკეთდა არჩევანი თქვენ სასიკეთოდ, რამაც ძალიან გული გატკინათ და იმედი გაგიცრუათ. ნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. ჯერ კიდევ დაბნეულია ეს ადამიანი, კიდევ არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, არ იცის რომელი გზა აირჩიოს თქვენთან მიმართებაში, თუმცა ამ ადამიანისთვის ძალიან სასურველი ქალი ხართ, მიზანდასახული, შრომის მოყვარე, შემდგარი საკმაოდ, რომელიც მისწრაფვის თავისი კეთილდღეობისთვის, უზრუნველი ცხოვრებისკენ, შეიძლება ძალიან ასეთი მოყვარული ხართ, კომფორტის, იქმნით საკუთარი თავისთვის კომფორტს, იტარებთ სილამაზის პროცედურებს, თავს ძალიან კარგად უვლით, თვითკმარი ხართ და ამ ადამიანს სწორედ აი ეს ქალური ენერგიები ძალიან მოსწონს და იზიდავს ეს ყველაფერი თქვენში. რას გრძნობს ეს ადამიანი? რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში? მიუხედავად იმისა, რომ აქვს მაინც გრძნობა თქვენს მიმართ, ვერ გთავაზობთ ეს ადამიანი იმას, რასაც იმსახურებთ და სწორედ შეიძლება ამიტომ წახვედით, ან შეიძლება ის წავიდა ურთიერთობიდან და ერთგვარ ბარიერს გიწესებთ, ან უწესებთ ამ ადამიანს თქვენ. მგონია, რომ რაღაც ბარიერი დაუწესეთ ერთმანეთს აი ამ ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ, რამდენად გულწრფელია გრძნობებში ეს ადამიანი თქვენთან. თავარი კითხვა, რამდენად გულწრფელია? ნამდვილად გულწრფელია ეს ადამიანი თქვენთან, ოღონდ იმ მიმართებით, რომ თქვენ ხართ მისთვის შანსი, რომ იყოს ბედნიერი, ჰქონდეს
აი სტაბილური ბედნიერი მდგომარეობა. თუნდაც შეიძლება მას თქვენ აძლევდით იმის განცდას, რომ ეს ადამიანი არის თვითკმარი. ნახეთ, თქვენ თვით შეფასებას უმაღლებდით ამ ადამიანს. მის ეგოს აკმაყოფილებდით. თქვენთან ყოფნით ის თვით შეფასებას იმაღლებდა. გულწრფელია, მეგობრებო, თუ ამას გეუბნებოდათ, რომ თქვენთან სხვანაირია, თქვენთან შემდგარია ეს ადამიანი, თქვენთან სხვანაირად გრძნობს თავს. ეს არ ტყუის, თუ აი ამას გეუბნებოდათ, რომ თქვენთან ყოფნა მას ერთგვარი ზეიმის მდგომარეობას უქმნიდა, თითქოს ზეიმობდა თითოეულ წუთს თქვენთან განცდილს ეს ადამიანი. სიტყვებში, ეს გრძნობებში, სიტყვებში რამდენად გულწრფელია. ეს ადამიანი შეიძლება არ გეუბნებოდათ იმას, რომ ფინანსური კრიზისი აქვს. სამსახურში არც თუ ისე კარგად მისდის საქმე. ვერ გეუბნებოდათ იმას, რომ არჩევანის წინაშე დგას და შეიძლება არჩევანი უკავშირდებოდეს ოჯახს ან სამსახურსა და თქვენ შორის იყოს რაღაც სიტყვებში შეიძლება მართალი იყო იმ მხრივ, როდესაც გეუბნებოდათ, რომ ერთგვარად ამშვიდებდა თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან ყოფნით ის მშვიდ ენერგიებში იყო, ეს ნამდვილია და სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება. ზოგადად, რამდენად გულწრფელია ეს ადამიანი თქვენთან. შეიძლება ერთგვარად კარმული ურთიერთობაც იყო, მეგობრებო, და გულწრფელია ეს ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ მას სურს, მიუხედავად იმისა, შეიძლება არჩევანი ჰქონდა და შეიძლება ოჯახიც ჰქონდა, მას სურს თქვენი შენარჩუნება. აი ამაში ის ნამდვილად გულწრფელია. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი. მადლობა პირველებო, მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში, რამდენად ახლოს იყო ეს გაშლა თქვენთვის და აქვე შეგახსენებთ პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე დამიკავშირდეთ. მოდი ვნახოთ მეორე ვარიანტი. რამდენად როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა? რა ურთიერთობაში იმყოფებით? საკმაოდ რთული სიტუაცია განიცადეთ, შეიძლება რაღაც ერთი ეტაპი დასრულდა თქვენს ურთიერთობაში. დასრულდა იმიტომ, რომ ძალიან ნელა ვითარდებოდა თითქოს ურთიერთობა თქვენ შორის და რაღაც პიკამდე ვერ მიაღწია, რასაც მოყვა დასასრული. შეიძლება დაასრულეთ ურთიერთობა, მაგრამ ხართ ახლა ისეთ სიტუაციაში, როცა გენატრებათ ერთად განვლილი დრო, ერთად განვლილი მომენტები, აი ეს კარგი პერიოდი, გიქმნით ნოსტალგიის შეგრძნებათ, გენატრებათ, შეიძლება თვითონ ის ადამიანი იმდენად არა, როგორც აი ის მომენტი, როცა თქვენ იყავით ბედნიერი. მოდი ვნახოთ. რა ენერგიებშია თვითონ ეს ადამიანი? გულნატკენია, იმედ გაცრუებულია, იმით რომ დასრულდა ეს ყველაფერი. თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება წავიდა ამ ურთიერთობიდან ახალი სიახლის საძებნელად, იმის იმედით, რომ პოზიტიურ სიახლეს გადააწყდება ცხოვრებაში.
რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი? ფიქრობს, რომ თქვენ საბედისწერო ქალი ხართ მის ცხოვრებაში, საკმაოდ ხისტი ენერგიებით, ძალიან პირდაპირი, ოღონდ სამართლიანი ქალბატონი ხართ, რომელიც გონებას ეყრდნობა და არა გულს და ფიქრობს ეს ადამიანი, რომ შეიძლება თქვენ დაასრულეთ აქ ურთიერთობა, რადგან უკვე გაუსაძლისი იყო აი ამ საქანელაზე ყოფნა, ერთგვარი საქანელა იყო, ხან ძალიან კარგად იყავით ერთმანეთთან და ხან ძალიან გაუსაძლისი იყო ერთად ყოფნა. რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? გრძნობები, მასაც ახსენდება ახლა ის სიტუაცია, როდესაც მხიარულობდით ერთად, ბედნიერები იყავით ერთად, მაგრამ აი ამ ფიქრებს აიგნორებს და ერთგვარ ბარიერს უწესებს თავის გონებაში და გადართული ახლა ეს ადამიანი მთლიანად თავის სამსახურზე, კარიერაზე, ფინანსების მოძიებაზე. რამდენად გულწრფელი იყო ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? მეგობრებო, გულწრფელი შეიძლება იყო ეს ადამიანი და გრძნობებიც ჰქონდა და შეიძლება აქვს კიდეც ამ ადამიანს, მაგრამ ძალიან ბავშვურად იქცეოდა, ვერ გადაწყვიტა რა უნდოდა და რა სურდა. ვერ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა ემოქმედა. თითქოს უპასუხისმგებლო იყო თქვენთან ურთიერთობაში და არ იღებდა თავის თავზე არანაირ პასუხისმგებლობას, არ იღებდა პასუხისმგებლობას აი ამ ურთიერთობაზე და ძალიან მცირეც გთავაზობდათ კონკრეტულ ურთიერთობაში და იყო სულ ესეთი მერყევ პოზიციაზე, ვერ ჩამოყალიბდა თქვენთან ურთიერთობაში, თუმცა არაგულწრფელი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არასტაბილური იყო. რამდენად გულწრფელი იყო თავის გრძნობებში, დავაკონკრეტოთ. გრძნობებში შეიძლება გულწრფელი იყო ეს ადამიანი და თქვენი დაკარგვაც არ სურს ამ ადამიანს, მაგრამ ერთგვარად ეს ადამიანი თუ ქორწინებაში იმყოფებოდა, შეიძლება ორ სკამზე ჯდომა სურდა, ორივე სურდა, შეენარჩუნებინა ოჯახიც და თქვენც და თითქოს პოზიციას არასდროს არ თმობდა, თავისულ მართალი ეგონა თვითონ და შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზია თქვენი დაშორების. რამდენად გულწრფელი იყო ის სიტყვებში, თავის სიტყვებში. გულწრფელი იყო აი ემოციებში და სიტყვებში ეს ადამიანი, თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა სიტყვა ძუნწიც იყო და გრძნობების გამოხატვაშიც მოიკოჭლებდა, მაგრამ იმაზე პირიქით ძალიან გულწრფელი იყო და იმაზე ნაკლებს გეუბნებოდათ და გიტყდებოდათ გრძნობებში, ვიდრე რეალურად ჰქონდათ. ეს ადამიანი ნამდვილად გულწრფელი იყო თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ბოლომდე არ გამოხატავდა რეალურად იმ გრძნობას, რაც თქვენს მიმართ ჰქონდა. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, დაგემშვიდობებით და გელით კომენტარებში დროებით.